თქვენ უნდა ისწავლოთ, რომ გული დაუთმოთ მხოლოდ ქრისტეს და თქვენმა ხელებმა და თქვენმა ტვინმა, ანუ განჯისუნარმა აკეთოს ამ ქვეყნიური საქმეები, ამ ქვეყნიური ცხოვრება გვიზიდავს თავისი მიზნებით და სიამტკბილობებით. მაგალითად, მე შეიძლება რაღაცა საგანი ძალიან მიყვარდეს და მინდოდა ამის შეძენა. და ესე იგი ყველაფერს ვაკეთებდი. ეს საგანი შეიძლება იყოს კარიერა, ეს შეიძლება იყოს წარმატებული ბიზნესი, ეს შეიძლება იყოს მაგარი მანქანა, კარგი სახლი, ჯანმრთელობა, ბევრი რამე შეიძლება იყოს ეს. რაც ჩამოვთვალე, ცოდვა არც ერთი არ არის. ღმერთმა კარგი მანქანაც მოგცეთ, წარმატებული ბიზნესიც, გაგამდიდროთ, ჯანმრთელობაც, ყველაფერი მოგცეთ. პრობლემა ეს ჩნდება მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი ჩემი გულის სანუკვარ სასიამოვნო ოცნებად იქცევა და ჩემი გული ნატროლობს მას გრძნობითად და მასზე ვოცნებობ. აბა რა კაფეზე როგორ თუ მჭირდება და თუ მინდა, აბა რა განწყობა უნდა მქონდეს ამის მიმართ და მომყავს ხოლმე მაგალითი კბილის ჯაგრისის. კბილის ჯაგრისი გვაქვს ყველას, ხო გაქვთ? გაქვთ. დღეში ორჯერ ხო იყენებთ? კულტურული ადამიანი ორჯერ მინიმუმ იყენებს კბილის ჯაგრისს, დილას და საღამოს, ხო? ესე იგი პერიოდულად ხო ცვლით ამ ჯაგრისს. ცვლით. აი როდის ყოფილა თქვენ ცხოვრებაში, რომ ჯაგრისი უნდა გამოცვალოთ და მთელი გულით ახლა ახალ ჯაგრის რომ დას მიდიხართ მაღაზიაში და მთელი ამბით არჩევთ და აუ ახალი გულით თრთის სიხარული ხორცეთი არ აკეთებ. საჭირო ნივთია. ყველაზე ძალიან გჭირდება შეიძლება რაც კი უბრალო ნივთები გაქვთ, მაგრამ თქვენ გულში მას ადგილი არ აქვს. და თეორიულად ესე ვთქვათ, ყველაფერი უნდა იყოს კბილის ჯაგრისივით. გჭირდებათ, გაქვთ, ღმერთმა მოგცეთ, მაგრამ გულს ნუ დაუთმობ. ეს ერთი. მეორე, აბა გულში რა იყოს? გულში მხოლოდ იესო ქრისტე, როგორც სიცოცხლე და იესო ქრისტე როგორც სიცოცხლე არის ნამდვილი სიცოცხლე, რომელსაც ენაცვლება ამას სოფლის სული და თავის თავს გთავაზობს და ჩვენ კიდე უნდა ვთქვათ, რომ არა, ჩემი სიცოცხლე არის იესო ქრისტე. და არა ეს არის დროებითი. როგორც კი გარდავიცვლები, ყველაფერი თავის კბილის ჯაგრისიანად აღარ ამჭირდება, რაც ჩამოთვალე მანამდე. არ ჯანმრთელობა აღმჭირდება და არაფერი. მჭირდება მხოლოდ ის, რომელიც არის ნამდვილი იესო ქრისტე. როგორ მივახციოთ ამას? ამის ყველაზე ძლიერი მასწავლებელი შეიძლება ვთქვათ, ეს არის მოუკლებელი ლოცვა. გონებისმიერი ლოცვა, იგივე ეს არის იესო ქრისტეს მოუკლებელი არა ხსოვნა უბრალოდ როგორც წეღანას გითხრათ, არამედ მოხმობა. ამას ჭირდება სწავლა. 2000 სლოვანი ეკლესიის სკოლაში ეს ცოდნა არსებობს. უამრავი წიგნიც არის დაწერილი და ამას ჭირდება სწავლა და ეს უნდა ვისწავლოთ. ერისკაცისთვის რამდენად შესაძლებელია? შესაძლებელია ერისკაცისთვისაც ეს. ადვილი არ არის, მაგრამ შესაძლებელია. მაგრამ ღმერთი არ უყურებს ჩვენ ან მწვერვალებს მივახწევთ ამ საქმეში. ღმერთი უყურებს თუ ამ გზაზე დავდექით თუ არა. და ერთ-ერთი ასეთ პრაქტიკული უცებ რჩევა, რომელიც ბევრ სიღრმეებს არ საჭიროებს, უნდა გამოიმუშავოთ ჩვევა, კეთილი ჩვევა, რომ მუდმივად გახსოვდეთ იესო ქრისტე იმ პატარა ლოცვაში, რომელსაც ქვია იესოს ლოცვა, უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე.